მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ბროები. ეს არის ახალი ეპიზოდი და მორიგი ახალი თამაში. მოკლედ, ბევრმა დაგვიწერა, რომ ეს თამაში ითამაშეთო. სახელი არ ვიცი როგორ ქვია. მარტივად ავხსნი წესებს. სამივეს მოგწერეს ერთი სიტყვა. აქედან ორს აქვს ერთნაირი სიტყვა, ერთს აქვს განსხვავებული. ჩვენ არ ვიცით, ვინ არის იმპოსტერი. თამაშის მიმდინარეობისასაც ვერ მივხვდებით ალბათ, ხო? ვინ იქნება იმპოსტერი, არ ვიცი რა, იმიტომ რომ ყველას რაღაც სიტყვა მოგწერეს. რომელია მთავარი სიტყვა? აი მაგას უკვე ბოლოში გავიგებ. მე რო არ ვიცი იმპოსტერი ვარ თუ არა, როგორ უნდა დაგაჯეროთ. აი ეგაა რთული. ალბათ მივხვდებით მიმდინარეობისას თამაშის რა. ნახოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი უკარგესი უმაგრესი, უძმესი სპონსორი არის კაბისა, რომელიც გვერდში გვიდგას. ამ სიცხეში გვაგრილებს და თქვენს გრილდებით დარწმუნებული ვარ. უღრმესი მადლობა მათ, რომ გვერდში გვიდგანან და აი ამ ჩვენი პროექტის განხორციელებაში, რომელიც თქვენ ასე ძალიან მოგწონთ და გინდათ რომ მეტი ვიდეო დაიდოს, უფრო დიდი სიხშირით და უფრო ხანგრძლივი, გვერდში გვიდგანან. ხო, სულ ეს არის. მოდი ახლა უკვე თამაში დავიწყოთ. ახლა არ ვთქვათ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ და კომენტარი დაწერეთ. მე მგონი ჩვენი გამოწერები მაგას უკვე ხვდებიან ისედაც იმედია უნდა გამოიწერონ არხი, უნდა დაალაიქონ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იცი რა წიათო დამიწერეს, რომ შენ რატვინი წაიგრეო მას მე რო ვცდილობ, რომ ხმა არ ამოვიო ამასთან დაკავშირებით. მოდი ამან ტვინი გვარ წაიღოს, მე ვიტყვი რომ გამოიწერეთ არხი. კაი, მოდი დავიწყოთ. ვინ აიძებს? შენ დაიწყე. მოდი იყოს მყარი. ჩემი არის მაშინ გამძლე. საჯდომი. საჯდომი. მე დაჯდომა მინდოდა მე თქვა. განრისხებული მამაკაცი. მე პირიქით ვიტყოდი. აღფრთოვანებული მამაკაცი. დაკითხვა. 11. მე ვიტყოდი 18. გიორგი მაქვს ეჭვი უკვე. მეც მაქვს. დიდი ეჭვი მაქვს თან. მოდი მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის იმპოსტერი. მეც. იმიტომ რომ ანუ ჩემი და შენი პასუხები ძალიან ერთნაირი იყო და ლოგიკურად ხო ვფიქრობთ უკვე, რომ მე და შენ თავარი ის გვაქვს სიტყვა და მიშა არის იმპოსტერი, ხო? კი, თან რაღაც რენდომ სიტყვებს ისვრის. მოდი. 3, 2, 1. მიშა. მიშა რა იყო შენი სიტყვა? რეზინის ქალი. რეზინის? ქალი. რეზინის ქალი? ჩვენს კამი გქონდა. ჩვენ მქონდა სკამი. და 11 რატომ? 11. განსხვავებული მამაკაცი არის ნაწარმოები. და ივან უფრო ეხლა დაგეწიე ბიჭო. ვერ მივხვდი შენ? არა, ეხლა ხო გავიგე მაგის სიტყვა მიშასი. და უფრო ნასიამოვნები მამაკაციო თუ რაღაცა თქვა. ოკეი. და 18-იც ვთქვი, იმიტომ რომ 18 პლუს და რა. ხო. კაი, მოდი შემდეგ რაუნდზე გადავიდეთ. კოსტა დაიწყე. გმირობა. მოდი იყოს ასეთი რაღაცა. ომი. ბევრი ეროვნება. იაპონია. რა იაპონია? ცივი იარაღი. კონკრეტულად რო დავასახელო, დავასახელე. მაშინ ხმალი. ხმალი? ეგ მინდოდა. კატანა. შუბი. გადამწყვეტი ბრძოლა. მეგობრობა. მეგობრობა კაია. მოდი ვიტყვი მახინჯი. თქვენ ხვდებით ახლა? ჯერჯერობით დაახლოებით? ვიბნევი მე. ჯერჯერობით მეც ვიბნევი, პათი პირდაპირ გეტყვი. მინდა რომ მივხვდე და ვცდილობ, მაგრამ რაღაცა ვიბნევი. მეც ვერ მე ჯერჯერობით ვაფშე ვერ ხვდები პირდაპირ ვიტყვი. სამი ძმაკაცი. სამი ძმაკაცი? კი. შეიძლება ვწდებოდი, მაგრამ მგონი სამი ძმაკაცი. არა, უეჭველი ცდები. არა, გააგზელე ეწამს. აი, მე ეგრე მგონია, რომ იშა არის იმპოსტერი, მე გავაგრძელებ მაინც. აბჯარი. კარგი, ასე სამეს ვიტყვი მე. მოგზაურობა. ეხა დაგაბნევთ. თუ არა, თუ მივხვდით. არა. მე არ დამოგ. არ დაგაბნია. ანუ კაია რომ არ დაგაბნია, ესე იგი შეიძლება კოსტა არის ჩვენი იმპოსტერი. შემდეგი არ მინდა ვთქვა ის, რაც აუ, იცი რა არის იმპოსტერი, ანუ ყურე, ვინც არ არის იმპოსტერი, ხონდა მიხვდეს რომ შენ მისიანი ხარ. ცოტა ისეთი უნდა თქვა მაშინ, რომ აი რა მურტალია რომ შენც არის იმპოსტერი არ თუ არ. ეხლა მე აი შენ თქვი რა მეც დავფიქრდი მე ხო არ ვარ იმპოსტერი. არა, ის არ მინდა ვთქვა რომ გაიგოს რა არის ჩემი სიტყვა და მიდი. სადე მჯერა შენი. რაც გული მიგზნობს რომ მე და შენ ეხა ერთად ვართ. მაგრამ სამი ძმაკაცი ცოტა მაბნევს რა. ხო გითხარ შეიძლება სამი ძმაკაცი. აი მესამე ვერ გამახსოვრება ფიზიკ. ხიფათით სავსე გზა. კაი რაღაცა თქვი შენ ეხა. იმპერატორი. არწივი. არწივი კი ბაზარია კოსტა არის. კოსტა. ანუ არწივი ცატო გიქარი. მოდი ერთის თქვი რა დავrxუნე რო შენ. მაშინ რა ვთქვა? იავნი თქვი თუ იავნი ვიტყვი რა. ბეჭედ. სოიგა 3 2 1 კოსტა. კოსტა რა იყო შენი სიტყვა? უკანასკნელი სამურაი. თქვენთან? ბიჭო მე კატანაზე ეგრევე. ბიჭო კატანაზე მაინც არ ვიცი. მეთქი რა კატანა რა არის. თქვენ რა გქონდათ? ბეჭედის მბრძანებელი. გეტყვი, როცა არიციო იმპოსტერი ხარ, შენც ვთქილობ. ხო. მე როგორ ვიყავ, ვიცი? ეხლა რა ვთქვა? ამან კატანა რო თქვა, ბიჭო პირველი ფიქრი მქონდა მე რომ
ვა მე ხوار ვარ ხო მე ხوار ვარ იმპოსტერი და მე შენს რაღაც ზოგადი თქვი. შენ სამი ძმაკაცი რატო თქვი რა? სამი არ იყვნენ? სემი, ხო. ფროდო, ხო. ისა პიპინი და კიდევ ერთი ხო იყო. ხო და ეგ გითხარით სამი არ მახსოვს 4 იყო და. კარგი, მიშას -1, კოსას -1, ეხლა მე მიწევს უკვე წაგება და შემდეგი მე თუ ვიქენი იმპოსტერი მაგრა გამიტყდება, თუ ჩვენმა პროდიუსერმა ასე დაალაგა როლი თანმიმდევრობით. მოდი შემდეგი ვნახოთ სიტყვა, აბა. გონი კოსტარის იმპოსტერი ეგრევე. რატომ ვიღაც გიო თუ იცის? კაი. აუ არც მინდა ისეთი რაღაცა ზაფრთხილად მინდა დავიწყო. უკვე ორივე რო ვიცი რატომ გონია რომ მე შენ сейф იმაში ვარ თვითონ. ვაიმე. ვიცი. დავაი. ჯეფ ბეზოსი. ოკეი. თუ კიდე 3-2-1 კოსტას მიწეთ. პოზა ვიკა. ეხა გავერთოთ მოდი. ეხა უბრალოდ გავერთოთ. მაგრამ მაყურებელი სავარაუდოდ ვერ ხვდება ჯეფ ბეზოსი რატომ თქვი. ხო, მაგრამ ვიღაც მიხვდება. სიმპათიური. აი უკვე არ ამბობენ, ხვდები? თუ გინდა მარტივად მოვცეთ და ისეთი თქვი რაც უეჭველი ისა და შენ ზოძუები. აუ რა 3 2 1 კოსტა. კოსტა რა იყო შენი სიტყვა? ჯონი სინსი. კარგია. ჩვენი იყო სინისვინი. იცი რა არის? შენ ჯეფ ბეზოსი ძალიან განაგდე, თორე. ხო. აი ცოტა სხვანაირი თანმიმდევრობა რო ყოფილიყო. მე ვიცოდი რომ შენ მიხვდებოდი და ანუ შენ რო ნახე ეგ სიტყვა, რო ეგ რეაქცია გქონდა, ეგრევე მივხვდი რა. მე კიდე ვიფიქრე, შენ რო ჯეფ ბეზოსი თქვი, ვიფიქრე რომ იქნებ ვიღაცა უბრალოდ მელოტი ცნობილი ადამიანი გამოძებნა თქო რა და იმასაც ჯონი ხუარა აქვს. ჯეფ ბეზოსის დაბადების დღეზე იყო, ქორწილში იყო მიწეული სინისვინი რა. და მაგის მერე გავრცელდა ნიუსი რომ რატომ არისო ეგო რატომ დაპატიჟესო ეგ სინისვინი რა შუაში არის საერთოდ და მაგის მერე გავიდა 3 თუ 4 დღე და 1 მილიარდი დოლარი ჩადო ჯეფ ბეზოსმა მაგის ბიზნესში და ყიდიან საცვალს თუ ფეხსაცმელს. ფეხსაცმელი თუ ანუ არა მნიშვნელობა. ხო, რაღაც ბიზნესში. ხო, მოდი შემდეგი სიტყვა. თქვენ ამასობაში მეგობრებო, ჩვენი რახი გამოიწერეთ. ხო, აი, მაქსიმალურ სტილობთ, ვაკეთებთ და პირდაპირ ვთქვი, აი, ისე არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ რო მეტი სპონსორი გვყავდეს, ბევრად მაგ რაღაცებს გავაკეთებთ. აი, პირდაპირ ვიძახი. კოსტა დაიწყე. სისხლი. რატომ? მიშა კარჩი იმპოსტერი. ბიჭო, ნადრევი დასკვნები, არ გინდა. დავაი, მიდი შეწყე. საძუველი. სამტრედია. გავაგზავნოთ თუ? არა, გააგზელი, მაინტერესებს სამდე მივა მიშას წარმოსახვის. ოკეი, კარგი. ნაბიჭვრები. ფეხი. მე. შენ. მე. ტრაvolta. უმა თურმანი. რეჟისორი. аф. აი 3-2-1 მიშა. მიშა რა იყო შენ სიტყვა? ერმალო მაღრაძე. რეჟისორი იყო მაგ. ხო. ვიცი. ჩვენი რა იყო? ჩვენი რა იყო? აბა თუ გამოიცნო. სისხლი, ტარანტინო. ტარანტინო არ გითქვა. ტრავოლტა. ტარანტინო იყო ჩვენი. ტარანტინო. ხო, ეგრევე რა. შემდეგი რაუნდი ჯერჯერობით -2. აი, მოდი კაბის ამოვსვათ თან. აუ, ეჭველი მე მიწევზე გაიმპოსტერობა აი. შენ თუ არა რა ვიცი ახლა, მაშინ ჩვენ გვიჩალიჩებს ეგ ჩვენი ის გაბრიელი ხო? გაბრიელი ხო? ხელსაწყო. არ ვიცი როგორ ერთი სიტყვით ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი რაღაცისგან კეთდება. მოსასმენი. მოდი იყოს ვიბრაცია. ბევრნაირი. ამოწინე წაი. აუ, ეგ ისე ვაფშე კაი არის ხო? ყური. ფორმები. გონი კოსტა ისე 100%-ზე უნდა იყო დარწმუნებული რა. ან მე კი მინდა ხმის. პირველ რიგში უნდა იყო დარწმუნებული, რომ შენ არ ხარ იმპოსტერი. ხო. და მე უკვე ვინ არის იმპოსტერი? უყურე, ჩვენ ხო ეჭუგავს? 90%-ით ვარ და ჩვენ ხო ეჭუგავს ხა კოსტას. უყურე, ეხა ისევ ჯეფ ბეზოს სისტემაში უნდა ვიყოთ. შავი. ყავი. 25 სანტიმეტრი. ვარდისფერი. ფერებს რატო იძახიან? მიდი. ვარდისფერში და შავი. კაი, ყავისფერი. საცვალი. ჯონი სინსი. მარშალი. 3 2 1 პოსტა. კოსტა იყო შენ. ყურსასმენები. თქვენი რა იყო? ვიბრატორი. ახლა გიო თუ არ არის იმპოსტერი, მაშინ არ ვიცი. ხო, რა ვიცი, ჩვენ პროდიუსერი გასაკეთებს. მე კაი, მე თუ მკითხავ უფრო იყურება, იმიტომ რომ ის ხო, ლოგიკაში არ ჯდება და არა, ხო, რა ლოგიკაში ჯდება შენ რო იმპოსტერი იყო. ჯდება კი არა, ეხა დარჩა 3 რაუნდი რა. შენ გაქვს -3, შენ გაქვს -2, ხო? თუ სწორად მაქვს. ყველაზე საყვარელი. ნარკოტიკები. აუ, ამის თქვა შეიძლება YouTube-ზე. ქიმია.
გამოძიება. იყოს სათვალე. მელოტი. ჩემი სახელი. ოღონდ ჩემი სახელი არა. გონი იმპოსტერი მიხვდა. მიხვდა რა აქვს სხვა ორს. ხო, უეჭველი. აი, გავაგრძელოთ. ლაბორატორია. დამხმარე. ზუკნა. იმპოსტერი მიხვდა. კი, უეჭველი მიხვდა და მგონი ჩვენც მივხვდით რომ მიხვდა. კი. ჩემზე ადეთ მე მადეთ თქვენ. არა გასიცა. რატო არ ფიქრობ თუ სხვა მიხვდა, ანუ რატო მე მივხვდი მაინდა. 3 2 1 გიო. აი ეგ ჩისტა ეხა გიფიცებით რომ მიწევდა იმპოსტერობა, თორე ხო, ბაგრა გისრულებდით იმენ. კი, მინა გისულებ. რა იყო შენი სიტყვა რა იყო? ჩემი სერიალი იყო Suits. ასე იმდენ სულელები ხართ, არ გეცკინოთ ბრაცი, არაფერი პირადული, მაგრამ აი მეორე სიტყვაში უკვე ვიცოდი რომ Breaking Bad-ზე იყო საუბარი. ხო? მე მეგონა ცოტა. იმიტომ რომ კოსტა არის აი ძალიან სულელია, ბიჭო, აი კითხვა, მე ქიმია, აი ნარკოტიკი. და მე პირველივე სიტყვა გამოძიება, მაგიტო თქვი რომ უკვე ვიცოდი რაზე იყო საუბარი. მე მივხვდი რომ ჩემი სახელი ჩემს სახელს ვერ მივხვდა გაგიმაზა. შენ დაგადე, იმიტომ რომ პირველივე სიტყვით მივხვდი რომ ეს იცის რა სიტყვა და რა ისა იყო სერიალი და მე ეს თუ იცის, ანუ შენ იქნებოდი მე უბრალოდ ისე აშკარად თქვა ეგ ორი სიტყვა თან რომ აუ ეხა ორი პირველი ანუ მეორე იმიტომ ვთქვი რომ პირველი არ შეიძლება YouTube-ზე როგორც ვიცი. აი რომ მე მიწევდა ეს რომ მეორე რაუნდი ყოფილიყო მოვიგებდი. კაი, შემდეგი. მაღალი, ბურთი, სპორტსმენი. ლეგენდა, შავი, ზანგი. წითელი, ყვითელი, იყოს ამერიკა. Nike. შენ ხარ იმპოსტერი ბრატ, დიდი ალბათობით. კალათი. ორივეს გვაქვს კალათბურთელი სიტყვა. ეხა ის თემა მიდის, რომ რომელი კალათბურთელია რა? ხვდებით ხო ალბათ? და ეხა გამოცნობა არის რომელი კალათბურთელი, ну ძალიან ახლოს ვართ. მე ჩემი წინა სიტყვა რაზე შეიცხადე ფერებზე რატო გადახვედი ხო გახსოვს? ყვითელი, შაფერი თქვი? ყვითელი. აი რეგულარულად კალათბურთში რა ყვითელი თქვი? ძალიან კონკრეტულად ვამბობ. კოსტასზე ვერ ხვდები და შენი იმინა ვიცი, ზუსტად ვიცი. ჩატენოა. შენ ხვდები ამის კალათბურთელი ვინ არის? აი რაც თქვა ვაფშე მიხვდი? ვერა. არა, რაც თქვა ვაფშე იცი რატო? ეხა ასეთ ამას ვიტყვი რა. ხო. ეს შეიძლება იმპოსტერი იყო. მე ვიცი ამის მოპირდაპირ გეტყვი. მე და ამას სხვადასხვა სიტყვები გვაქვს. უყურე მარტივად დაგიხასიათებ რა. ამას ვაფშე სხვა სიტყვა აქვს, მე სხვა სიტყვა მაქვს. მე ვიცი ამის სიტყვა რა არის ამ წამს. მე კალათბურთელი არ მაქვს. და შენ ხარ აქ პრობლემა, იმიტომ რომ მივხვდე. შენ ხარ. არა, სერიოზულად. კი, ანუ მე ისეთი რაღაცა ვთქვი რომ მოდი ვიტყვი პირდაპირ, კარგი? აზია რა აქვს. ამას ჯორდანი აქვს, მე ლებრონი მაქვს. შენ ვინ ჯანდაბა ხარ? პროსტა მითხარი. გითხრა? პირდაპირ გითხრა? ლებრონი. ხო, გამარჯობა. ოკეი, გიორგი, მაგას აქ შევიჯო. ნახე, არა. ნერვები მომეშალა პროსტა დავიღე. ეგრევე უნდა მიხვდე მე რო ვიყავი იმპოსტერი, იმიტომ რომ Nike-ზე ხო ან Nike არის მარტო ჯორდანი. ხო და ერთი, მეორე. ამან რო თქვა ყვითელი. ლებრონის ფერი არის ყვითელი. და ჯორდანის არის წითელი. აზარი არ არის, მაგრამ ლეიკერსი რო იცოდა ამან ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი პირდაპირ გეტყვი. კაი, მოდი, ბოლო რაუნდზე გადავიდეთ რა. ყოველი შენძლე იყოს. ამ თამაში არის ყველაზე რთული ის, რომ უნდა თქვა ისეთი რაღაცა. პირველი 2-3 სიტყვა ისეთი რაღაცა უნდა თქვა. ძალიან ზოგადები უნდა. ძალიან ზოგადი, მაგრამ თავი რო არ დაიწვა რა. გრძელთმიანი. ულამაზესი. გამოგონილი. ჰერკულესი. საბერძნეთი. მე მინდოდა საბერძნეთის თქვა. ეს აქ დამცხებდეს ამ ჩაწერაზე და მეტი არ მინდა რა. ბიჭო, თანამა ჰერკულესი თქვა. ეს უკვე ჩემიანი მეგონა და ამას საბერძნეთი თქვა. ანუ შეიძლება მიხვდა. მიხვდა? შეიძლება. ჩვენი ვიდეო თუ ნახეთ TikTok-ზე. ერთ-ერთი იყო ასეთი ფილმის გამოცნობა. ხო. პერსი ჯექსონი. მეტი არ მინდა ვიღაცა აქ ბაბოლებდეს. აი, რა ვიცი. პოსეიდონი. აი, ახლა მე დაგცხებ. რატომ? პოსეიდონის კვამს ვაპირებდი რამდენი ხანი ვიფიქრე. ბიჭო, ვიღაცა მიხვდით და რომელი მიხვდით ერთი, მაგრამ მაინტერესებს. ერთმა რო თქვას რაღაც კონკრეტული, რაც მე მინდა ვთქვა, მაგრამ არ ვამბობ, მე მინდა რომ თქვენ მინდა რომ თქვა. ანუ არა, ერთი ძალიან კონკრეტული არის რაღაცა. და იქნებ შენ ხარ იმპოსტერი. არა, გაჩე. ერთი არის ძალიან კონკრეტული. არ მახსენდება ეგ ძალიან კონკრეტული, თორე უკვე გამახსენდებოდა. ეს რა არ ახსენდება? აი, მოდი ამა თქვას და მე შენ თქვი ეგ კონკრეტული, აბა. ხო, ოკეი. ოკეი. ღმერთი. ღმერთი არის ყველა ეხა. ხო. ეხა უცებ ვერ მოვიფიქრე. აი, შენ თქვი. შენი ჯერია მე რანაირად თქვა. მე ესე მივდივარ. ხო, რა ვიცი. შენი ჯერია. ფოშ დაგაბნევთ ეხა ან მიმხვდება. თორი. აი ეხა იმპოსტერს აი. პერსი ჯექსონი ვისაც მოპარა. პერსი ჯექსონი თუ პერსი ჯექსონმა ვისაც მოპარა? პერსი ჯექსონმა რა მოპარა? ის ოპიჭო ეკარა და არ მახსოვს ეგ. არ გახსოვს?
აი ეგ მან ვიჭერებ. მაშინ იმპოსტერი ხარ ეს. არა, ფილმი არ მახსოვს მეთქი ანუ. აი, მაშინ ვიტყვი მაგარც მაგას. ბატონო, სხვანაირად მითხარ, მე მახსოვს მამამისი მახსოვს პერსი ჯექსონის ვინ არის და თუ გინდა ეგრე თქვი. რა მოპარა? არ გახსოვს? კონკრეტული. ო, კონკრეტული მოპარა. მოპარა? ხო, აბა? მაგაზე მთელი ფილმი აწყობილი. როდის მოპარა? ანუ იმან არ მოპარა, მაგრამ იმას გონია, რომ ეს ამან მოპარა. დაგეხა კოსტა. მიდი. განძი რაში წდევს აი ეგ. 3, 2. გაჩერწავს. ვიცი. მოდი ახეთ ამას ვიტყვი. ჭექა ქუხილი. ხო და ეგ იყო კონკრეტული რა. სო მაშინ 3, 2, 1 კოსტა. რა ქონდა? თქვენ რა ქონდა ჯერ? გაჩი. შენი სიტყვა. არა, ჯერ თქვენ თქვენ. არა. შენ უნდა. იმდენად დარწმუნებული ვარ, იმპოსტერი არ ვიყავი, აფროდიტე. ზევსი. რანაირად ვერ მიხვდა მაგრამ. რა ვიცი. ანუ თორი, ჭექა ყველაფერი. რა ვიცი, პერსი ჯექსონი. პერსი ჯექსონი არ გაქვს. არა, ნანახი არა. მე რომ მქონდა ნანახი ძლივს მივხვდი მაგას. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო დღევანდელი გადაცემა, მაგრა გაასწორა, მე ჩვენ მაგრა გავგწორდა პირდაპირ თქვი, თუ თქვენს გაგისწორდა. მაგრა დავიზაბეთ თან გონებრივად. არქი გამოიწერეთ და დაგვიწერეთ კომენტარებში გინდა თუ არა ეს ეპიზოდი კიდევ გადავიღოთ. და ხო, ყველა ფორმატს ეხლა ტესტავთ და შემდგომ უკვე სტუმრებში ავითვისებთ, რომელიც გაგისწორდებათ მაგას.